საქართველოს ტურისტული პოტენციალი კიდევ ერთი ქვეყნის ტელეობიექტივში ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კორეიდან გადამღები ჯგუფი სტუმრობს. გეგმაშია სხვადასხვა ისტორიულ ძეგლსა და ღირსშესანიშნაობაზე, ასევე ტურისტულ მარშრუტებსა და კულინარიაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება. მომავალი ფილმის ავტორები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჩავლენ და პოპულარული შემეცნებითი ტელევიზიისთვის საინტერესო მასალებს შეაგროვებენ. ფილმის გადაღება საქართველოს ტურისტული ცნობადობის გასაზრდელად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. ქართული კულტურა, ისტორიული ძეგლები, ტრადიციული კერძები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხი EBS კორეა იღებს. გადამღები ჯგუფი უკვე საქართველოშია და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ ემზადება. მარშრუტი საკმაოდ ვრცელია. პირველი გაჩერება კახეთია, სადაც სტუმრები რთველის მიმდინარეობას აღბეჭდავენ. ამასთან გადამღები ჯგუფი თბილისის ტურისტულ ადგილებს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს, სვანეთში მესტიას, უშკულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას, მცხეთამთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ. ტურის მონაწილეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს. EBS კორეას დოკუმენტური ფილმების რედაქციას YouTube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჩვენი გადაცემა საგანმანათლებლოა და მოგზაურობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვაცნობთ მსოფლიოს ქვეყნების კულტურას, იქაური ხალხის ცხოვრებას და ასე შემდეგ. ჩვენ მარტშიც ვიყავით საქართველოში ჩამოსულები და ჩვენი გადაცემა გამოვიდა ივნისის თვეში, რაც ძალიან პოპულარული იყო კორეაში. აუდიტორიის მოთხოვნით და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კიდევ ერთხელ მოვახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა. ვაპირებთ, რომ დავიწყოთ კახეთიდან, გადავიდეთ სვანეთში, ვიმოგზაუროთ ყაზბეგში და ვანახოთ მთელ მსოფლიოს საქართველო. ჩვენი გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. ათეულში შედის კორეაში და ძალიან უყვარს მაყურებელს. ჩვენ ჩამოვედით საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. დღეს ძალიან პოპულარული ხდება საქართველო კორეაში. თქვენი ქვეყანა ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო, ამიტომ ჩამოვედით სპეციალურად კახეთში, რომ მოვსულიყავით რთველის პერიოდში და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ პერიოდში დაგვემთხვა ჩვენი გადაღებები. გადაიღებენ რთველს, ღვინის დაწოლვის პროცესს და ასევე წარმოაჩენენ კახეთის რეგიონის მდიდარ კულინარიას. ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეის რეიტინგული სატელევიზიო გადაცემაში წარმოდგენილი იქნეს აღნიშნული პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას ჩვენს რეგიონზე. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს შესახებ კორეის სამაუწყებლო არხზე გავა, ადგილობრივ მოქალაქეებს დაინტერესებს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ უბიძგებს. მაია ომიაძის თქმით, ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისა, ნიშნავს ტურისტების მზარდ დინამიკას და შესაბამისად გაზრდილ შემოსავლებს. წელს ვიმყოფებოდით კორეაში გამოფენაზე, შესაბამისად ჩვენთვის კორეა საკმაოდ საინტერესო ბაზარია და ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი კორეელი მოგზაური დააინტერესოს. აღნიშნული გადაცემა საკმაოდ მაღალი რეპუტაციის არის, ძალიან მაღალი რეიტინგის არის და ვფიქრობთ, რომ კორეელ მოგზაურებს გაუჩვენს სურვილს, რომ საქართველოში იმოგზაურონ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მარკეტინგული კამპანია სამიზნე ბაზრებზე კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, ცნობადობის გაზრდასთან ერთად საქართველოს მეტი ვიზიტორი ეწვევა.